მოგესალმებით ანიმეს ქვათ თქვენთანაა ბლიზარდი და დღეს ჩვენს ანიმეპედიაში კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს გადავშლით. დღევანდელი თემა ანიმე One Piece-დან გარპის გადარჩენაზე იქნება, ასე რომ მოემზადეთ, კომფორტულად მოეწყვეთ და ერთად ჩაუღრმავდეთ ამ ისტორიას. ახლა, როდესაც ანიმე One Piece-ის მანგამ დაადასტურა, რომ გარპი გადაურჩა კუზანის თავდასხმას პაჩინოსუზე, რჩება ერთადერთი კითხვა, ვინ გადაარჩენს მას, ლუფი თუ კობი? მას შემდეგ, რაც კობის გადარჩენის მისია მაიძულა იგი კუზანთან ბრძოლაში ჩართული იყო, გარპი მძიმედ დაშავდა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. ბლეკბირდისთვის ეს ამბავი ბედნიერების მომტანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან შეიპყრო კობი როგორც ბერკეტი მსოფლიო მთავრობასთან გარიგების გასაფორმებლად, გარპი ბევრად უფრო დიდი ვაჭრობის საშუალებაა მათთან გარიგების დასადებად. როგორც საზღვაო ძალების გმირი და სამართლიანობის ცოცხალის სიმბოლო, გარპს აქვს შეუდარებელი ღირებულება როგორც მისი რეპუტაციით, ასევე იმ გზავნილით, რომელიც მისი დატყვევების შემდეგ გაუგზავნა საზღვაო ქვეითებს. მაგრამ ნამდვილი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, თუ ვინ გადაარჩენს გარპს? მიუხედავად იმისა, რომ ლუფის და კობის ძლიერი мотиваცია აქვთ, გაურკვეველია, რომელი მათგანი გაანთავისუფლებს გარპს შავწვერას მეკობრეებისგან. ლუფიმ ვერ გადაარჩინა ეისი მარინფორდის დროს, ამიტომ გარპის გადარჩენა საშუალებას მისცემს მას გადაწეროს საყვარელი ოჯახის წევრის დაკარგვის ტრაუმული მეხსიერება. მეორე მხრივ კობის პოტენციური როლის დამაჯერებელია. მას შეუძლია დაუმტკიცოს თავის მენტორს ნდობა, რომ ის შემდეგი საზღვაო ქვეითთა ღირსეული გმირია, რომელიც გარპის მემკვიდრეობას ატარებს მომავალში. მოდი ახლა ვისაუბროთ თუ რატომ მგონია, რომ ლუფი გადაარჩენს გარპს. ლუფის კავშირი გარპთან ყოველთვის იყო დაკავშირებული სიყვარულთან და არდამორჩილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ გარპი ავარჯიშებდა ლუფის ახალგაზრდობაში და უბიძგებდა მას გამხდარიყო საზღვაო ქვეითი, ლუფის არჩევანი ყოველთვის იყო, რომ გამხდარიყო მეკობრე. ეს ყველაფერი მათ კანონის საპირისპირო მხარეს აყენებდა. მიუხედავად ამისა, ვერ უარყოფთ ლუფის ღრმა პატივისცემას და სიყვარულს ბაბუის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ლუფი წამითაც არ დააყოვნებს, რომ ყველაფერი უკან მოიტოვოს და თავისი მოხუცის გადასარჩენად წავიდეს. გარდა ამისა, სხვა საყვარელი ადამიანის საფრთხის წინაშე მყოფმა ემოციურმა წონამ, განსაკუთრებით ეისის შემდეგ, შეიძლება ლუფის მოქმედებისკენ უბიძგოს. ვიდეოში იქნება პატარა ჭრა. მოკლედ მეგობრებო, თუ ხართ მანგების, კომიქსების და ანიმე აქსესუარების მოყვარულები, მაშინ ეს მაღაზია თქვენთვისაა. ნაკამაშოპში მეგობრებო შეგხვდებათ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად. თუ გსურთ რომ შეიძინოთ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად, მაშინ ნაკამაშოპის სოციალური ქსელების ლინკები მითითებულია ვიდეოს აღწერაში და დამატებითი ინფორმაციისთვის უკვე იქ მიწერეთ. და პირისპირ წარადგინოს ბლეკბირდის წინაშე შურისძიების სახით. ლუფის ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა საზღვაო ქვეითებთან ეგჰედ აისლენდზე გვაჩვენა, რომ ის უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე მზად არის, რომ შეებრძოლოს ძლიერ მეტოქეებს. თუმცა ბლეკბირდთან თამაში მის საკუთარ მოედანზე დიდი რისკი იქნება. ბლეკბირდი და მისი ეკიპაჟი გიჟები არიან და პირდაპირ მათ თავდასხმამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლუფის სიცოცხლეს და მისი ეკიპაჟის კეთილდღეობას. ამას კი ვამბობ, მაგრამ ლუფი ხშირად ირჩევს უფრო სახიფათო გზას, როდესაც მისი საყვარელი ადამიანი საფრთხეშია. მიუხედავად იმისა, რომ ლუფის ეკიპაჟმა შეიძლება ინერვიულოს მათ შანსებზე, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერენ მათ კაპიტანს. მაგრამ თუ ლუფი ნაბიჯ გადადგამს და მოქმედებაზე გადავა, ეს იქნება პირდაპირ ომის გამოცხადება შავწვერას წინააღმდეგ. მოდი ახლა ვისაუბროთ, თუ რატომ შეიძლება კობიმ გადაარჩინოს გარპი. კობის განვითარება მორცხვის საზღვაო ახალწვეულიდან დახელოვნებულ გმირამდე იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არკა One Piece-ის ანიმეში. გარპის მენტორობით კობი გადაიქცა მამაც და ქმედუნარიან საზღვაო ქვეიდად სამართლიანობის ძლიერი გრძნობით. კობისთვის გარპის გადარჩენა გადამწყვეტი მომენტი იქნებოდა მის კარიერაში. ის ფაქტი, რომ ბლეკბირდი ცდილობდა გამოეყენებინა იგი როგორც ბერკეტი, საკმარისი მტკიცებულებაა მისი მზდარდი სტატუსისა. და გარპის გადარჩენამ შეიძლება გააძლიეროს კობის როგორც საზღვაო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ჯარისკაცის პოზიცია. ის უკვე გახდა საზღვაო ქვეითთა ახალი გმირი, როგორც გარპი გახდა ღმერთის ველის ინციდენტის შემდეგ და შესაძლოა იგივე როლი შეასრულოს ლუფის ისტორიაში, რაც გარპმა შეასრულა როჯერის ისტორიაში. მსოფლიოს მთავრობა ვერ დააიგნორებს გარპს ისე როგორც კობი დააიგნორეს.
გარპის სიცოცხლე ბალანსზეა ჩამოკიდებული. საზღვაო ქვეითებს შესაძლოა სხვა არჩევანი არ ჰქონდეთ გარდა სამაშველო მისიის წამოწყებისა. გარპი არ არის ჩვეულებრივი საზღვაო ქვეითი, ის არის საზღვაო ძალების სიძლიერისა და პატივისცემის სიმბოლო. მისის შავწვერას ხელში დატოვებამ შეიძლება შელახოს საზღვაო ძალების იმიჯი. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს საზღვაო ქვეითთა ფართომასშტაბიანი ოპერაცია შავწვერას ეკიპაჟის წინააღმდეგ, რომელსაც პოტენციურად წინ წაუძღვება ისეთი მაღალი რანგის ფიგურები, როგორიცაა სენგოკუ ან თუნდაც აკაინუ. საბოლოოდ ვინ გადაარჩენს გარპს? ლუფი, კობი თუ მთლიანი საზღვაო ძალები? როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ოდა უპირატესობას კობის მიანიჭებს და სწორედ ის გადაარჩენს გარპს, რაც მის პერსონაჟს კიდევ უფრო განავითარებს. ეს იქნება მტკიცებულება, რომ კობის პერსონაჟი გაიზარდა და დამოუკიდებელის გახდა როგორც საზღვაო ქვეითთა ახალი გმირი. მიუხედავად იმისა, რომ ლუფისთვის გარპის გადარჩენა ნამდვილად პოეტური იქნებოდა, მით უმეტეს თუ მარინფორდის არკისგან განსხვავებით მას სრული მხარდაჭერა ექნებოდა მისი ეკიპაჟისგან. და უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს მომენტი შეიძლება უბრალოდ ძალიან მალე დადგეს საბოლოო საგაშიც. გარდა ამისა, ლუფის პრიორიტეტი მდგომარეობს მისი თავგადასავლის დასრულებაში და მან შეიძლება არც კი იცოდეს გარპის დატყვევების შესახებ. ხო და სწორედ ამიტომ კობის ეს ყველაფერი უფრო ყურადღების ცენტრში მოაქცევს და მისი პერსონაჟიც უფრო განვითარდება. ეს კი ლუფის და მისი ეკიპაჟის გზაზე დააყენებს, რათა საზღვაო ძალებს მის შეჩერებაში დაეხმაროს. ეს კი მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ თავდაუღალავად ივარჯიშოს მომავალი გარდაუვალი ბრძოლებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რადგან ყველა თქვენგანის აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო მცირეოდენი ინფორმაცია მაინც მოგაწოდათ, დაალაიქეთ. გააზიარეთ ვიდეო მეგობრებში და დაწერეთ თქვენი აზრი აუცილებლად კომენტარებში. თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, აბა ჰეთ და აბა ჰოთ. მომავალ ვიდეომდე.